ფენტეზიში ის რომ მე კაპიტნად შემთხვევით გადამავიწყდა გადაცვლა და დავაყენე იგორ ტიაგო თუნდაც იგივე და იმან რაღაც დუბლი გაიტანა. ეგ არ მგონია რომ განსაკუთრებას იმას რომ მე წინასწარი ვარაუდე რომ ეხა ეგ ეგრე მოხდებოდა. როგორც მოთამაშე მე ჩემ თავს უფრო ამზგავსებ პიპოს დასადროდის, იმიტომ რომ აი პასებს ასე ვთქვათ, კარგად ვიჭერდა, მე ვამბობ. ეგ არის ჩემი უფრო ინძაგის სტილის მოთამაშე ვარ, ჩემი აზრით. იმ ქვეყანაში შექმნილი ხელოვნება, რომელიც ფეხბურთს სოკერს ეძახის. ფეხბურთს არ ვიცი რამდენად მოუხდა. სასიან, რამდენჯერაც არ უნდა ჩამირთონ, სულ უყურებ, მაგრამ თვლი რა საუკეთესო ქართული ფილმიც კი არ არის ფეხბურთს და პირველი მერცხალი გვაქვს. გამარჯობა მეგობრებო, სეტანტა სპორტ ჯორჯიაზე კამათის დრო მოვიდა. საკმაოდ ხანი გავიდა ჩვენი ბოლო შეხვედრიდან, მაშინ როდესაც ელ კლასიკოზე ვიკამათეთ და გეტყვით რომ დღესაც ჩვენი მასპინძელი არის PUB 44 სეტი, მოდი ვიკამათოთ მე-16 ეპიზოდი და ჩვენი სტუმრები არიან სარკისებური მაგიდის ვირტუოზები, ახალი თაობის მოაზროვნეები და ბოლო სეზონში ოთარ საბაშვილის გუნდის წევრები, ცოტნე გვასალია და დათუნა კილაძე. მოგესალმებით. რამდენად მტრულად ხართ განწყობილნი დღეს საკამათოდ? ორ გუნდში ერთი მაგიდის გარშემო ვართ, მეგობრულად ვის ხედით და ვნახოთ აბა მტრობა როგორ გამოგვივა, არ ვიცი. მეორე რომელი? ეს ახალგაზრდული. ხო, ახალგაზრდულში და საბაშვილთან და. ორგზის თანაგუნდელები ვართ. აი, შევხედოთ. კაი. მაშინ დავიწყოთ პრინციპში. და ჩვენი პირველი დებულება, რომელიც სწორედ თქვენს ინტელექტ კლუბს შეეხება. გიორგი ბაქრაძე უფრო არის GOAT-ი რასადროდისში ვიდრე ლიონელ მესი ფეხბურთში. ჩემს ნათქვამზე, ჩემს მინიშნებაზე გადაციეთ კითხები იმისათვის, რომ ინტრიგა ქართულ რასადროდისში. ქართულ რასადროდისში. იმისათვის, რომ ინტრიგა მაქსიმალურად შენარჩუნებული იყოს. თუ გაქვთ უკვე ჩამოყალიბებული? ბატონო. 1 2 3. და პირველი შემთხვევა, სადაც გათამაშდება ვინ დალევს ტეკილას, არ მithქვამს და მოდი ბარემ ავხსნი, ცოტა გვიან, მაგრამ მაინც რომ ვინც ახალი მაყურებელია, იცოდეს რომ 100% ვეთანხმები, არ ვეთანხმები ბოდოა, ამოთ განყოფილებად არის დაყოფილი მაგი და თუ თქვენ აი ამ ხაზის სხვადასხვა მხარეს აღმოჩნდებით, მაშინ უკვე თამაშობთ ქულაზე, ვინც დამარცხდება სვამს ტეკილას შოტს და თამაში არის 3-მდე. შეიძლება ფრეც მორჩეს, მაგრამ აქამდე ჯერ ეგ ფაქტი არ ყოფილა და არ ამგონია დღესაც მოხდეს. კარგი, მოდი ვინ დაიწყებს? ეგ გადაწყვეტეთ ჯეირანით, იმიტომ რომ ეგეც რაღაც უპირატესობას წარმოადგენს. წაგებულმა დაიწყოს. წაგებულმა დაიწყოს. კარგი. ჯეირანი. წავაგე. დაიწყე კილა. ზანეთ. ხო, რატო არ ვეთანხმები იმას, რომ გიორგი ბაქრაძე უფრო GOAT-ია, ეგრე იყო ფორმულირება ვიდრე მესი ფეხბურთში. იმიტომ რომ ჩემი აზრით, ანუ მიუხედავად იმისა, რომ გიორგი ბაქრაძეზე მეტი ტიტული, ესე ერთი შეხედვით არავის არ აქვს, მგონია რომ კონკურენცია ახალგაზრდა მოთამაშეებსა და თავისი თაობის მოთამაშეებში უფრო დიდი არის, ანუ გულისხმობს იმას, რომ უფრო მეტი ადამიანი არის, რომელიც ისევე კარგად აზროვნებს პირობითად და თამაშობს რასადროდის როგორც გიორგი ბაქრაძე, ვიდრე ვთქვათ მესის შემთხვევაში რა, ანუ ძირითადად ჩვენ მოვესწარით ეპოქაც, როცა მთავარი ფიგურები მაინც სულ ორნი იყვნენ, ეს იყო ერთ მხარეს მესი, მეორე მხარეს რონალდო და ამორს შორის წდებოდა, ნუ რომელი უფრო GOAT-ია და ამ შემთხვევაში კი ტიტულებით ყველას წონის, მაგრამ მგონია რომ არის არაერთი მოთამაშე, რომელიც რაღაც დროს შეიძლება არ ვიცი, იმ დროს შეიძლება არა, როცა მეორე ბროლის ბუ მოიგო და მაგისტრი გახდა, მაგ დროს შეიძლება ვერა, მაგრამ მგონია რომ აქვს ძალიან ბევრ მოთამაშეს, მათ შორის შეიძლება ერთი აქაც იჯდეს ახლა რომ რაღაც მომენტში გახდეს მისი დონის და აი მესის დონის ვინმე გახდება თუ არა, ჯერ ეგრე არ ჩანს, არ ვიცი რა. მე პირადად ჩემთვის მესი რონალდუში უფრო მეტად 51 მესისკენ ვეხრებოდი ყოველთვის. მაგრამ მაინც ხო არ ვიცი, ბაქრაძის შემთხვევაში არ დავიწყებ ახლა სახელების ჩამოთვლას, მაგრამ მგონია რომ თვითონ გიორგი ბაქრაძემაც იცის და უთქვამს კიდეც რაღაც სხვადასხვა თამაშების დროს, რომ აი ეს მჯობია ამაში, ეს მჯობია იმაში და ასე შემდეგ. თუმცა ნუ გასაგებია, რომ ქართული რასადროდის GOAT-ი ახლა ამ წუთას არის თვითონ, მაგრამ მგონია რომ წამოეწევა ძალიან ბევრი ადამიანი და ამიტომ ორში გამარჯვებული ერთი, იმიტომ რომ ეგეთი ეპოქა ბევრს ვერავის შეუქმნია, არის ერთ მხარეს და გულისხმობ მესის და რონალდოს და აქეთ მხარეს გულისხმობ უბრალოდ ყველაზე ტიტულოვან და რა თქმა უნდა ყველაზე მაგარ მოთამაშეს, მაგრამ მგონია რომ ერთზე მეტი ადამიანი არის, ვინც შექმნის ეგეთივე ეპოქას ამ თამაში. კი ბატონო, ეგრე ცოტნე შენც დაიცვა. მე ისევ დავითის პერიფრაზირებას მოვახდენ, იმიტომ რომ
კითხვა იყო ფორმალურად ასე რომ ვინ არის GOAT ამ ეტაპზე. ამ ეტაპზე GOAT არის ცალსახად გიორგი ბაქრაძე. მომავალში უფროა GOAT თქო. ანუ უფრო ამ ეტაპზე დღევანდელი გადმოსახედით არის GOAT. კი, შეიძლება მომავალში 10 წლის მერე უფრო ნაკლებ დროში ვინმე გაუთანაბრდეს ან თუნდაც გადაასწროს გიორგი ბაქრაძეს, მაგრამ ინტელექტ კლუბში, ქართულ ინტელექტ კლუბში და არა მარტო ქართულში, სხვა შორის გიორგი ბაქრაძეს აქვს ძალიან ბევრი რამ დამტკიცებული თავისი ტიტულით, იგივე რაც არ თამაშობს სპორტულ რასადროში, კი ძალიან ბევრი კარგი ახალგაზრდა ნიჭიერი მოაზროვნე მოდის ინტელექტ კლუბში და მე მგონია რომ ოდესმე დადგება ის დრო, როდესაც გიორგი ბაქრაძეს გამოუჩნდება საპირწონე კონკურენტი და მაქვს რამდენიმე ვერსია, ვინ შეიძლება იყოს. მაგრამ ამ ეტაპზე დღევანდელი გადმოსახედით გიორგი ბაქრაძე არის ცალსახად უკონკურენტი. მაშინ როდესაც მესის თავის ეპოქაში ყავდა კონკურენტი. კი, მეც ახლა მესი რონალდოში მესის და ფლიო GOAT არის ყველა შემთხვევაში, მაგრამ მესის ყავდა კონკურენტი თავისი არგუმენტებით. კრისტიანო რონალდოზე მაქვს საუბარი და სხვადასხვა ეპოქაში იყო ფეხბურთში ასე ვთქვი, GOAT-ად წოდებული პელე, მარადონა და ასე შემდეგ. რო ავიღოთ ქართული ასაკობრივის ტაიმლაინი, რო ავიღოთ აი დასაწყისიდან ბოლომდე, გიორგი ბაქრაძე არის დგას ცალკე ლეველზე და მის ქვევით არიან სხვადასხვა მოაზროვნეები, რომელთაც აქვთ პოტენციალი, რომ განვითარდნენ და გადაასწრონ კიდევაც ბაქრაძეს, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედით გიორგი ბაქრაძე არის ცალსახად GOAT. საერთოდ შეგვიძლია გამოვიყენოთ, ანუ იდეაში მომავალზეც რო ვილაპარაკოთ და რო ვილაპარაკოთ ამ დროინდელი მოცემულობით, თავისი ესე ვთქვათ თაობის მოაზროვნეებს შორისაც მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრი ჯერჯერობით მხოლოდ კონკრეტული რაოდენობა ყავს და ბევრი არა, არიან კანდიდატები, რომლებიც მაგისტრები გახდებიან. და ბროლის ფუთს აქვთ. მართალია 2 აქვს ბაქრაძეს და მაგითი ყველა სტონის, მაგრამ პირობითად არ ვიცი, კაპიტანი თითქოს ცალკე მოიაზრება ხოლმე, მაგრამ თუნდაც იგივე დავით რაფავა მაგისტრიც არის და ბროლის ფუთს აქვს და თუ კი ბაქრაძე ყველას უნდა გუნდში, რაფავასთან ყველას უნდა გუნდში. ანუ კი ვთქვათ, შეგვიძლია დავიყვანოთ იქამდე რომ მესი რონალდუმდე შეიძლება ეგ მოვიდეს, მაგრამ არა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არიან ბროლის ფუთს ფლობელები, რომლებიც მომავალში გახდებიან მაგისტრი და არ არიან ახალი თაობის წევრები და რომლებიც ასევე ყველას უნდა გუნდში და მგონია რომ ანუ აქეთ თუ მხოლოდ 2 კანდიდატი იყო, აქეთ 2 უკვე არის და კიდე ერთი უბრალოდ რაღაც წლები ჭირდება რომ მაგისტრი მესამეც თუ ისიც აირჩიონ და ეგ არის უბრალოდ სხვაობა, თორე თაობებშიც არ მგონია რომ ეგეც დიდი განსხვავება იქნება და თავის თაობაშიც კი შეიძლება ამ წუთას ყველას ჯობია, მაგრამ ახლოს არიან ძალიან რა, ანუ შეიძლება ვერ უსწრებენ, მაგრამ აი ძალიან თანაბარი კონკურენცია მგონია რომ არის. ჩემი ფორმულება იყო რა ამ წუთას ვინ არის, ანუ GOAT-ი დღევანდელი გადმოსახედით არის ცალსახად გიორგი ბაქრაძე, რომელსაც აი რო ავიღოთ წარსული კონკურენტი, აი ვერ ვინ შეგიძლია დაასახელო, ну, გასაგებია ხა კონკრეტულ სახელს და გვერდს, ну, არ იქნება ჩვენი მხრიდან მართებული რომ დავასახელოთ, მაგრამ ვერ იტყვი ვერავის აი თუნდაც წარსული და თან თუნდაც დღევანდელი დღის ჩათვლით. ვის შეუძლია რომ გაუთანაბრდეს და გაასწროს, არის რამდენიმე ეგეთი ადამიანი, რომელიც ну, არ არის ცოტა, ნამდვილად მაგაში ვეთანხმები. უბრალოდ საუბარი არის დღევანდელი დღის მოცემულობაზე. თეორიულად შეიძლება ისეთ ვიღაც გამოჩნდეს, რომელსაც მესისაც გადაასწროს. ну, დღევანდელი მონახაზებით ძალიან მეეჭვება, მაგრამ ხო შეიძლება გამოჩნდეს ვიღაც ეგეთი. მაგრამ ჩვენ ვაჯამებთ დღევანდელი დღიდან წარსულამდე და შესაბამისად ესე რომ გავყვეთ, ცალსახად GOAT-ი გამოდის გიორგი ბაქრაძე. კარგი, მივიღებ გადაწყვეტილებას. ორივეს დასაბუთება მომეწონა, განსაკუთრებით მაგალითად ცოტნეში მომეწონა ის რომ თუ ტაიმლაინს გადავავლებთ ინტელექტ კლუბისო, სულ ბაქრაძე იყო. და ფეხბურთში მაგალითად სულ მესი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ სანამ მესი იქნებოდა იქამდე ვიღაცა ზიდანი ეგონა, ზიდანის ეპოქაში ზიდანამდე პლატინიმდე კრუიფი და ჩავალთ ეგრე პელემდე და მარადონამდე. და შენ რაც თქვი რომ ახლოს არიან და მესთან ახლოს არ არიანო, ეგეც აბსოლუტურად მართალია. მაგიტომ მე ხომ უნდა მივიღო გადაწყვეტილება უბრალოდ ჩემი სუბიექტური მოსაზრებიდან გამომდინარე, რაც საკმაოდ ხშირად ხდება და შეიძლება მაყურებლებს არ მოსწონთ, მაგრამ სხვა გზა არ არის. შენი ფუნქცია ეგ არის ფაქტობრივად. ხანდახან ვთქვი რომ მე ხა ამ საკითხში მე ჩემი პოზიცია გინდა თუ არა ეს ნაფიქრი არ მექნებოდა და თქვენი დებულებები, თქვენი არგუმენტებით მე გადაწყვეტილება, მაგრამ ორივე ერთნაირი იყო და მაგიტომ მოდი თალიე რა, თალიე. კი ბატონო. fair enough, იმიტომ რომ ხო, ანუ ვერ ვიტყვი რომ რამე არგუმენტით ვაჯობე, ამიტომ ხო, მე აქ მგონია რომ ხო, თანაბარი ის იყო, უბრალოდ სხვადასხვანაირად შევხედეთ კითხვას და ისევე ქონდა ჩემს სადაც არსებული უფლება, როგორც აქ, ამიტომ დავითმა თქვა, უბრალოდ მე ცოტა სხვანაირად აღვიქვი ეს შეკითხვა. გაუმარჯოს ინტელექტუალებს და გაუმარჯოს ფეხბურთელებს და გაუმარჯოს ინტელექტუალ ფეხბურთელებს. კარგი მეგობრებო, მეორე დებულება, რომელიც არის შემდეგნაირი. სერიას ტოპ თამაშის ყურებას
პრემიერ ლიგის საშუალო გუნდების თამაში მირჩევნია. მირჩევნია. 2025-2026 წლების სეზონში, როცა მეტყვით რომ მზად ხართ, უკუთვლას დავიწყებ და მზად ხარ? კი. 3, 2, 1. წინ დაიწყო კილა. 100% არ ვეთანხმები. შესაბამისად ჩვენ იწყება ამჯერად. ამ შემთხვევაში მე ვერანაირად ვერ ვიქნები ობიექტური, იმიტომ რომ მილანის გულშემატკივარი და არანაირი აი ეს რაღაცა სიტი ლივერპული რო გადიოდეს სულ და აქ რო იყოს რაღაცა მილანი პარმას უყურებ. ეს არის მე მილანი პარმას არ გჭირდება. სერიას ტოპ თამაშია და მილანი იუვე მაგალითად. მილანი ამ შემთხვევაში რო იყოს ახლა მილანი იუვე და აქეთ რო იყოს, არ ვიცი, ახლა ულზი, სანდერლენდი დაუშვათ, არ არის ახლა მთლად შუა რო ავიღოთ. მაინც მგონია რომ უფრო დაძაბული და უფრო საინტერესო იქნება მილანი იუეს ან ინტერი იუვენტუსის ყურება, რაც არ უნდა გახსნილი თამაში იყოს პრემიერ ლიგაში და რაც არ უნდა სანახაობრივი თამაში იყოს, მაინც მგონია რომ თავისი ჰაიპი და დაძაბულობა მოაქვს გრანდების ერთმანეთთან დაპირისპირებას და არა კარგი გუნდების ერთმანეთთან დაპირისპირებას. შესაბამისად, უფრო საინტერესო და დაძაბული იქნები ამ თამაშზე, ასევე როგორც ნეიტრალური გულშემატკივარი, ვიდრე თავშოთ ინგლისის პრემიერ ლიგის ძალიან კარგი გუნდების ყურებისა. შეიძლება იქ უფრო მეტი სანახაობა არის, იქ არის უფრო გახსნილი ფეხბურთი, უფრო შეიძლება გესიამოვნოს ყურება, მაგრამ უფრო მეტი ემოცია მგონია წამოვა იუვენტუსი ინტერიდან, ვიდრე რაღაც საშუალო დონის პრემიერ ლიგის გუნდები. ის საშუალო დონის პრემიერ ლიგის გუნდები სერიაში რა სიზამდნენ უკვე სხვა საკითხია, მაგრამ ფიქრობ, რომ გრანდების ყურება სერიაში უფრო საინტერესოა, ვიდრე პრემიერ ლიგის კარგი გუნდების ყურება, ასე რა ვთქვათ. კი ბატონო, მიდი დავუწყო. ჩემი აზრით ზოგადად კითხვის ფორმულირებაც, რომ ერთ მხარეს დააყენეს ტოპ გუნდები და მეორე მხარეს დააყენეს საშუალო გუნდები, ჩემკენ უფრო იძლევა ესე ვთქვათ, ის არის უფრო ჩემკენ წევს. მაგრამ ანუ არ შევალე ხა, რა თქმა უნდა, ნახევრად იუმორის მსჯელობაში. ზოგადად ცოტა ბექსტორით დავიწყებ. თავიდან მეც ბავშვობაში ფეხბურთი გავიცანი იტალიური ფეხბურთით და იუვენტუს გულშემატკივრობდი რაღაც 2006-ში იტალიას და ასე შემდეგ. მაგრამ მე რაღაც მომენტში როცა აღმოვაჩინე სხვა ჩემპიონატებიც ამ წუთას ვარ ეხა ნეიტრალური გულშემატკივარი, იმიტომ რომ არც ერთ გუნდს ესე არ მივყვები, მაგრამ პრემიერ ლიგის ყურება არის ჩემთვის აი შოუ, ამას არ გულისხმობ, იმიტომ რომ სპორტული ნაწილი კი არ აკლდება პირიქით რა, საშუალო გუნდებიც იქნება თუ ბოლო ადგილოსანი პირველთან იქნება თუ რომელ ადგილოსაც არ უნდა ხვდებოდეს, ყოველთვის ვიცი რომ იქ იქნება კარგი შოუ რა. რა თქმა ეს არ გამორიცხავს იმას რომ 0-0 შეიძლება რომ რაღაცა დამთავრდეს, მაგრამ აუცილებლად იქნება უფრო კარგი სანახაობა. ეს არის პირადი გემოვნების ამბავი, იმიტომ რომ იტალიური ფეხბურთი დროთა განმავლობაში მგონია რომ თითქოს რაღაცნაირად გაიყინა დროში და ეხა კი ცდილობენ რომ უფრო და უფრო რაღაცა წინ წავიდნენ, რაღაცა თუნდაც რავი ნიკო პასი და ასე შემდეგ ახალი ფეხბურთელები გამოჩნდნენ, რომლებიც რაღაც სასწაულებს აკეთებენ, ხო იჯარით, მაგრამ ნუ იტალიაში თამაშობს, ხო რა მნიშვნელობა. და აქეთ ამ მხარეს, ანუ პრემიერ ლიგაში ჯერ ერთი არასპორტული ნაწილითაც, რავი, შეფუთვითაც, მარკეტინგითაც, რავი, თუნდაც ფენტეზით, თუნდაც რაღაც იმ სტატიებით, რაღაც YouTube შოუებით, რომლებსაც აკეთებენ, მთლიანობაში ეს ყველაფერი უკავშირდება თამაშს, რომელზეც ვსაუბრობთ, თუნდაც იგივე საშუალო დონის გუნდების თამაშს და ეს საშუალო დონის გუნდების თამაშიც ჩემთვის ხდება რაღაც დიდი ღონისძიება, რომელიც შეიძლება მეორე მხარეს არ ვიცი, რო თამაშობდნენ მაგალითად, რავი, City და Arsenal შეიძლება უცებ აღმოჩნდეს, რომ თუნდაც იგივე Wolves-ის Sunderland-იც არანაკლებ მაგარი თამაში იყო და მე მგონია, რომ ნეიტრალური გულშემატკივრისთვის, ანუ ისეთისთვის, როგორიც მე ვარ, ეს მხარე უფრო მნიშვნელოვანია და თუ კი მაგალითად ვიქნებოდი მეც შენსავით რაღაც მიკერძოებული, კარგი გაგებით ფანი რომელიმე გუნდის, მაშინ მეც ალბათ ჩავთვლითი, რომ რა თქმა უნდა მირჩევნია, რომ გრანდებს უყურო იტალიაში, მაგრამ როგორც ნეიტრალური ფანი, ვფიქრობ, რომ შოუ არის ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი და შოუს ქმნის პრემიერ ლიგა, საშუალო დონის გუნდებიც და დაბალი დონის გუნდებიც და ნუ კი მესმის, რომ რაღაც ინტერი, იუვენტუსი არის რაღაც პრინციპული დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ანგარიშით და ნებისმიერი სცენარით განვითარდეს, მაგრამ ხო, მაგას ერთხელ ვუყურებდი და იმას ვუყურებდი ყოველ შაბათ-კვირას ალბათ რა. ჩემი აზრი ეგეთი. დაამატოთ. თვითონ შეფუთვა არის პრემიერ ლიგის. პრემიერ ლიგის შეფუთვა არ არის, ან პრემიერ ლიგა არ არის მარტო მატჩი. იქ არის იქ ფენტეზი, არის ხო რაღაც სერიასაც გააქვს ფენტეზი, მაგრამ სრული კატასტროფა არის. არის პრემიერ ლიგის ფენტეზი, არის იქ სიუჟეტები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ NBA-და ასე რომ ვთქვათ, ანუ NBA-ის ემსგავსება ნელ-ნელა პრემიერ ლიგა. რაც არის ძალიან კარგი.
უბრალოდ მგონია რომ ის დაძაბულობა ვერ მოაქვს რატომღაც რაღაცა სანდერლენდი ულზის თამაშს, არაფერს არ ვერჩი ორივე გუნდს, ჩვენიერი გუნდები არიან, ვიდრე დაუშვათ ინტერი, იუვენტუსი და ჩემთვის ფეხბურთი არის უფრო ადრენალინი და უფრო ემოცია და არა უბრალოდ ისე რომ აი წამოვწვე მე და რაღაცა უყურო სასიამოვნო თამაში. კი, ორივე ძალიან კარგია, მაგრამ ამ ორს შორის ავირჩევდი უფრო დაძაბულობას და უფრო იუვენტუსი ინტერის 1-0 მირჩევნია, სანდერლენდი ულზის 3-3-ს დაუშვათ. კი ბატონო, ხო მესმის ეგეც, თუმცა მეორე მხარეს არის ეგეთი რაღაც, რომ პირობითად საშუალო დონეში პრემიერ ლიგაში უფრო მეტი ანუ ბრწყალებში მნიშვნელოვანი ფეხბურთისთვის ფეხბურთელი თამაშობს და უფრო თითოეულად თამაშობს იტალიაში, თუნდაც ტოპ გუნდებში. რა ჩემი აზრით, ძალიან სუბიექტური ვარ, ამას რა ვიცი, მაგალითად შეიძლება რაღაც ანტუან სემენიოს რაღაც სეზონის რაღაც მონაკვეთში კონდეს დაახლოებით ისეთივე სტატისტიკა, როგორიც არ ვიცი, ვინისიუს სიტყვაზე რა. და აქეთ ამხარეს არის ეგეთი რაღაც 1 ან 2 და ისიც ტოპ გუნდში თამაშობს აუცილებლად ძირითადად რა. და ეგეც ჩემთვის იმაზე მეტყოლებს, რომ აქეთ საშუალო გუნდებსა და ტოპ გუნდებს შორის ბალანსი უფრო მეტად დაცულია, რაც ავტომატურად აუმჯობესებს ჩემი აზრით თამაშების ხარისხს და მაგიტომაც რავი, მირჩევნია აქეთ უყურო ვიდრე იქით ტოპ გუნდებს რა. კაი. ბატონო. აქ რას ვიტყვი, იცი? სუბიექტურობასთან ერთად მექნება არგუმენტები, ან წინადებულებაში მაგალითად მთლიანად რას ვფიქრობდი, ეგ ავარჩიე, ხო და აქ ლევანდელი სეზონი ყველანაირად მაინც იმისკენ რომ შემოდა დალიო. იმიტომ რომ მარტივი საზომია რა. პრემიერ ლიგის საუკეთესო ბომბარდირი ჰოლანდი რო დაივიწყო და ის სხვა გალაქტიკაშია. მეორეზე არის 10 გოლით იგორ ტიაგო და სხვა ჩემპიონატებშიც შედარებით ადეკვატურად არის 10 ან 11 იგორ ტიაგოს. და სერიაში საუკეთესო ბომბარდირს როგორც მახსოვს აქვს 5 გოლი უკვე 7 ვიგაიტანა. კაი, ხო, მოკლედ დალიო ცოტა, იმიტომ რომ მე ამ სეზონში რაც მაქვს ნანახი, ტელევიზორის გათიშვა მინდოდა ხოლმე, მოდი ეს დავაკო ინტერის მიუხედავად იმისა, რომ ინტერი ყველაზე კარგად თამაშობს, ინტერის დიდი თამაშებისასაც ყველაზე მეტი გოლი გააქვს და მაგ ხრე. ნაპოლის დიდი თამაშებისასაც, იუვენტუსის დიდი თამაშებისასაც, აი მილანი იყო ერთ-ერთი გამონაკლისი, იმიტომ რომ მილანს თამაშობს რომ თავ, ვიცი რომ რაღაც განსაკუთრებული გეობდა. მანჩესტერი ვითა რა, ანუ არც კარგი დაცვა ყავს ისეთი რომ გაუვალი იყოს და არც შეტევაშია რაღაც სუდი რომ ნაკლები გოლი გავიდეს და საშუალო დონის გუნდები წელს განსაკუთრებით ჯობნიან ამ ხრივ თავიანთ თამაშებით, ხარისხით, ტემპით, ყველაფრით, მომენტებით, ანუ იმით რომ გასართობია უფრო მეტად სერიას ტოპ გუნდებს რა. ბატონო, აგვიმორჩეს. აი, მესამედებულება მეგობრებო, რომელიც შემდეგნაირია, ფენტეზის კარგად თამაში საფეხბურთო ცოდნის განსაზღვრელი არ არის. არ არის. არ არის. შვაში რო დავრჩი არ შეიძლება. 1 2 3. ნუ მიდით შეგიძლიათ მეც ვეთანხმებიზე გადავწევდი უეჭველი. ხო, ანუ იდეაში მე დავიწყებ შენის ნებართვით. ანუ მე ვარ ისეთი ადამიანი, ხო ვთქვი წეღანაც, რომ არანაირი კონკრეტულ გუნდს არ მივყვები, ვუყურებ ცოტა ყველაფერს რა. და რა თქმა უნდა, ერთ-ერთი მთავარი გასართობი არის ხოლმე ფენტეზი და ნუ ფენტეზიში რაღაცა ბევრ ქულას რო ვიღებ ხოლმე და ვიღაცას რო ვჯობი ვარ ძალიან მიხარია, მაგრამ ხვდები რომ ეს იმის მანიშნებელი არ არის, რომ აი მე ძალიან მაგრად ვიცი სპორტი, პირადად ჩემს თავზე ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ ანუ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩემზე უფრო აქტიურად, ან თუნდაც რომელიმე გუნდის ფანია და მაგიტო რაღაც პირადი მისწრაფება აქვს სპორტისადმი, მგონია რომ არ ვიცი, ნებისმიერ ქვიზში თუ ნებისმიერ ცოდნაში თუ ნებისმიერ ამაში მგონია რომ მომიგებს. და ეხა ფენტეზიში ის რომ მე კაპიტნად შემთხვევით დამავიწყდა გადაცვლა და დავაყენე იგორ ტიაგო თუნდაც იგივე და იმან რაღაც დუბლი გაიტანა, ეგ არ მგონია რომ განსაზღვრავს იმას რომ მე ეგ წინასწარი ვარაუდე რომ ეხა ეგ ეგრე მოხდებოდა, ანუ ეგ არის ჩემი აზრი. ამე თუ გინდა დამიტოვო. აქ ვებსე და პირადი მაგალითით გეტყვით რომ ვიცნობ თელ რიგ ადამიანებს, რომლებიც ბლოგებს უზიან უსხედან, უბრალოდ კითხულობენ ამ ბლოგებს, ექსპერტების რჩევებს, ვინ დააყენო ინსა და შეიძლება თამაში საერთოდ არ კონდეთ ნანახი. და არიან მსგავსი ადამიანები, რომელთაც ნუ მიზანი არის, რომ დააწერინონ კონკრეტულ ფეხბურთელებს მეტი ქულა. კი, კარგია ფენტეზი თუ კარგად თამაშობ, მაგას რა ჯობია, მეც ვთამაშობ და არც ისე კარგად. მაგრამ მე არ მაქვს იმის პრეტენზია, ფეხბურთი კარგად ვიცი, თუნდაც. მაგრამ ვთვლი, რომ მაინც ვერ განსაზღვრავს ფენტეზის კარგად თამაში იმას, რომ აი დავუშვათ კონკრეტულად იცი კარგად ფეხბურთი. შეიძლება ერთ სეზონს უყურო
მარტო მეტი არაფერი და მაინც кайფულები დააწერინა ფეხბურთელებს. თან აი მე მახსოვს პირველად როცა ვითამაშე ფენტეზი, ყველაზე მეტი მაშინ დავწერე. ანუ პირველად ვითამაშე 2017 წელს, ახლა 2017-ზე უკეთესად ახლა ნახდად ვიცი ფეხბურთი და ყავს ასევე ბევრი ნაცნობი, რომელიც ფულს იხდის საერთოდ და მე თავი მოაქვს რომ საუკეთესოდ ფლობს ფეხბურთს, თორსა რეალურად იცის რომ არა თუ ამა თუ იმ ფეხბურთელს XG საგოლე გადაცემების ბევრი ქონდა, ბრო ვერ გააკეთა და საერთოდ უწევს ასისტის გაკეთება. სხვათა შორის ერთხელ ვითამაშე სერიას ფენტეზი, ყარა რო თამაშობდა ნაპოლიში და უბრალოდ ყარაზე დავაყენე კაპიტანი და საერთოდ აღარ შემსულა და ძალიან მისაღებ ადგილას აღმოჩნდი რაღაც ჯგუფში რა. ჩვენ თავის დროზე დავიწყეთ მაგის თამაში და რო ვერ შევკარეთ ნორმალურად გუნდები, იმდენად გაუმართავა იყო აპლიკაცია, ბოლოს რაღაც მომენტში იმაზე დავფიქრდით რომ უბრალოდ ავირჩიოთ გუნდები. ფასები იგივე გამოვიყენოთ, უბრალოდ ჩვენით დავთვალოთ. ესეც წინადებულების პასუხი. ანუ დრაფტი შედარებით უფრო ის არის საინტერესო მაგ მხრივ. მაგრამ ეგეც სპორტულსა ეგეც სპორტულსა და იმას სელექციაზე შეიძლება წააგო. კი ბატონო. მე რო ეს ამოგივიდეს პიკი და მაგალითად მე რო ამოვიდა ისაკი ავირჩიე და მე ვიცნობ ადამიანს რომელსაც პირველი ამოვიდა და ისაკი აირჩია. ამიტომ ხო. აი დააბრუნეთ მაშინ კათხები. კი ბატონო. მეოთხე დებულება, მეგობრებო, რომელიც კინემატოგრაფიას შეეხება და არის შემდეგნაირი ფეოლა ფეხბურთის თემატიკაზე ყველა დროის საუკეთესო მხატვრული ფილმია. არა მხოლოდ ქართული, არამედ უცხოურიც შეგიძლიათ იგულისხმოთ მათ შორის. ვიწყებ უკუთვლას 3, 2, 1. აჰა, აქეთი მსგავსი. მაგრამ ყველა დავინახეთ, რომ ბოდუა გიგონა რომ იქნებოდა. გიგონა რა, ფიქრობ რომ არის და ეხლა უბრალოდ თავი შეიკავა. დაიწყე მაშინ. დავიწყოთ. მაინც მოკლედ არის. ძალიან მიყვარს ფეოლა. ძალიან სახალისო ფილმია, კარგი ფილმია, სასიან. რამდენჯერაც არ უნდა ჩამირთონ, სულ უყურებ, მაგრამ თვლი რა საუკეთესო ქართული ფილმიც კი არ არის ფეხბურთზე და პირველი მერცხალი გვაქვს. აბსოლუტურად გეტყვი. და აქ დამთავრდა ჩემი ყველანაირი არგუმენტი. მიუხედავად იმისა, რომ არის ძალიან კარგი ფილმი, სახალისო და ყველას უყვარს, მე არ მეგულება ალბათ ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ფეოლას ჰეიტერი არის. მეც პირველი მერცხალი უფრო მეტად უწევდა, იმიტომ რომ ანუ ჩემთვის ხა ვიზუალურ ეფექტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და უფრო ლამაზი ფილმია ჩემთვის და ეგეც ბევრ რამეს ყვეთს, მაგრამ მაინც მესმოდა ბევრისგან რომ ფეოლა მიჩვენე, იმიტომ რომ უკეთესად არის აღწერილი ფეხბურთის ფენომენიო და მეგონა რომ თქვენს მაგაზია გასაგები დინამო რო თამაშობს ასე შემდეგ და კი ბატონო, მაგრამ მაინც ვთვლი რომ როგორც ნამუშევარი ფილმი რო ავიღოთ, გაცილებით მაღალ დონეზე არის პირველი მერცხალი ვიდრე ფეოლა. ერთ რამეს დავამატებ ძალიან პატარას, რომ არ მინდა რომ ფეოლა რაღაც გავაუფასურო, მაგრამ თუ იმაში არის, რა ქვია, იმერულ ესკიზებში არის ფეხბურთის თამაშის ეპიზოდი თუ გახსოვთ, აი ეგ ეპიზოდი რო ავიღოთ ცალკეულად, აი გაცილებით უფრო დიდი მხატვრული ღირებულება აქვს ჩემი აზრით. არა, ძალიან ბევრი მინი ინსაიტები არის იმით, რომელიც ფეხბურთს აი ძალიან კარგად ასახავს, როგორც ხდება და ამიტომ ანუ ფეოლა მართლა ჩემი ერთ საყვარელი ფილმია, მაგრამ საქართველოშიც კი ვერ არის საუკეთესო ეთანხმები აბსოლუტურად. ანუ მე ტყუილად იმას ვქენი, ხო? არა მხოლოდ ქართული თქო, ტყუილად ვიომაწე. მეგონა რომ საქართველოში თქვენი საუკეთესო იყო და სოფლიოზეც ეგეთი იმდენად დაიჰარდ ფანები იყავით ფეოლასი რომ მაგას დაიცავ. თან შტანგა გოლიც არსებობს. კაი, ეგ უმრობ რა თქო. მაგის წიგნი თუ იცი. შტანგა გოლის აბა არსებობს. ისე გადავინაცვლოთ, მოდი მეხუთე დებულებით რასადროდისთან ახლოს. და ასეთ ვერსიას დებულებას შემოგთავაზებთ. სარკისებურ მაგიდასთან მირჩევნია გუნდში პიპო ინზაგისნაირი მოაზროვნე მყავდეს, ვიდრე ზლატან იბრაჰიმოვიჩისნაირი. მოაზროვნეო. ნუ ხო, მირჩევნია პიპო ინზაგი მყავდეს პირობითად, ვიდრე მოაზროვნე პიპო ინზაგი, ვიდრე მოაზროვნე ზლატან იბრაჰიმოვიჩი. შეგიძლიათ ასე წარმოიდგინოთ. ხასიათებით გულისხმობთ თამაში არა. ეგ მიხეილაშვილი განხილულებას ჩვენ გავშალოთ. შენ რომელ კომპონენტს პიპო მირჩენია ზლატანს, სარკისებრ მაგიდას, კი ბატონო. 1 3 2 1. თქვენ სერიას ტოპ გუნდები ხართ, ფრებს თამაშობთ ფერს. მიდი. იდეაში ზლატან იბრაჰიმოვიჩი. მიხუდით ხო, რაც იყო აქ კი, მიხუდით, რა თქმა უნდა, ნუ იქ რაღაცა ალღო, აქით რაღაცა შოუ და რაღაცა აგრესიულობა და ასე შემდეგ, ნუ გასაგებია. ანუ იდეაში ჰაილაითი
ანუ რასაც როდესაც არსებობს ჰაილაითები, ისევე როგორც პიპო ინზაგის შედევრი, ოღონდ? ხო და ეხლა პირობითად არ ვიცი, აი ხო, სასწაული უფრო მეტი ექნებოდა ჩემი აზრით. რა თქმა უნდა ეს თეორიული მსჯელობაა, მაგრამ უფრო მეტი სასწაული მგონია რომ ექნებოდა ზლატან იბრაჰიმოვიჩს. ანუ ინზაგი უბრალოდ იქნებოდა რომ აი სულ რა თქმა უნდა რაც ასაღები იქნებოდა, ყოველთვის ყველა კითხვას უპასუხებდა და უფრო მგონია რომ სასწაულები აქეთ იქნებოდა და ეგეთი ჰაილაითი მე ვისახმებიზე გადავწევდი ოღონდ. არა, მე ნახე, ანუ მე როგორც მოთამაშე ეგრე აღვიქვი და როგორც ტელემაყურებელი. როგორც მოთამაშე მე ჩემ თავს უფრო ამსგავსებს პიპოს, რასაც როდის, იმიტომ რომ აი პასებს, ასე ვთქვათ, კარგად ვიჭერდა, მე ვამბობ. ეგ არის ჩემი უფრო ინზაგის სტილის მოთამაშე ვარ, ჩემი აზრით. რასაც როდის ვიდრე ზლატანის, თუნდაც ზლატანები ბევრი ყავს, მოდივად, რომელიც ქმნიან შოუს, არიან გამორჩეულები, არა მხოლოდ ასე ვთქვათ, ინტელექტით და პასუხით, არამედ თავიანთი ქარიზმით. და მე უფრო ჩემნაირი მოთამაშე არ მენდომებოდა გუნდში, იმიტომ რომ ერთი საკმარისი ვარ. აი შენი მისმის ახლა რამდენიმე პიპო რო ყავდეს გუნდში არ არის კარგი ნამდვილად. ერთი პიპო, ანუ ორი მაქსიმუმ საკმარისი. ხო, იმის მაგას ერთი პიპო გჭირდება რატო, იმიტომ რომ დიდი თამაშის მოთამაშეა თქო რა, ეგრე იტყოდი. ზლატანზე იგივეს ვერ იტყვი. და ავეთახმებიზე გადავწევდი მე თქვენ ადგილას რო ყოფილიყავი და მოგაგებინებდით რო გადმოიწია. მაგრამ სამაგიეროდ ზლატანზე ანუ იმის თქმა შემიძლია რომ აი ცენტრიდან მაგრატელა შეიძლება გაიქცა. ხო, ეგ კი. ანუ აიღოს სასწაული კითხვა ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, რაღაც არსაიდან გამოიცნოს. კი ბატონო. აი ეგეც. აი რა გაიწყობა. ესე თვლით. აი მომდევნო დებულება რიგით მე-6-ე. ფეხბურთს მუსიკალური ჟანრებიდან ყველაზე მეტად ჰიპ-ჰოპი უხდება. აი 5 წამი მჭირდება. 3, 2, ყველაზე მეტად. ყველაზე მეტად აი. აკოდება რასაც ქვია. ჰიპ-ჰოპი. აი ბატონო. 3, 2, 1. არ უხდება. ბიჭო, რა ვიცი, მე მეგონა შენ თვითონ რომ უხდება. ბიჭო, მე მიუხედავად იმისა, რომ ჰიპ-ჰოპი ცოტნეს ეგრევე მივხვდი, რომ არ უთანხმებს ამბობთ. ანუ ჰიპ-ჰოპი არის ერთ-ერთი ჩემი საყვარელ ჟანრთაგანი, რომელსაც ალბათ რაღაც 51 ჰიპ-ჰოპს უსმენ და 59 სხვა ჟანრებს რა. მაგრამ ჰიპ-ჰოპი უხდება ჰაილაითებით გაკეთებულ ედიტებს. თვითონ 90 წუთი რო აიღო რა, იმას კი არ ვამბობ, რომ 90 წუთიანი ოპერა უხდება, მაგრამ ანუ იქ რაღაცა ბევრი სხვადასხვა დინამიკა აქვს, იქ რაღაც მომენტში ტემპი ნელდება, რაღაც მომენტში პირიქით ჩქარდება და ასე შემდეგ და მგონია რომ ესე ერთი ჟანრი თუ უნდა შეურჩიო ფეხბურთს, რომელიც მოუხდებოდა, ეგ ჰიპ-ჰოპი ალბათ არ იქნებოდა. ჰიპ-ჰოპი მოუხდებოდა სტრიტ ფუტბოლს, რავი, მინი ფეხბურთს, კალათბურთს, რა თქმა უნდა. მაგრამ ხო, არ ვიცი. ამ შემთხვევაში შეიძლება დესმეტალი უფრო ხდებოდეს, არ ვიცი, კაცმა. დესმეტალიც ახლა მე როგორც დიდი მოყვარული მაგ ჟანრის ვერ დაგეთანხმები ნამდვილად, მაგრამ აი მეორე არგუმენტად შეიძლება აი რო ავიღოთ დიდი საფეხბურთო ტურნირების აი სიმღერები რასაც ქვია რა ანუ 90% ანუ კი არის რაღაც 1-2 ჰიპ-ჰოპის მოჰიპ-ჰოპო რა უფრო R&B რა უფრო რაღაცა R&B პოპი რაღაც ეს უფრო უხდება რა შეიძლება ესეთი მსუბუქი სახალისო ყველაზე მეტად ჩემი ჩანთები უხდება კი რომლებიც ჰიპ-ჰოპი ძალიან შვიათად არის ჰიპ-ჰოპი არ არის რეპოსი. და ან მე მგონი რომ საერთოდ ვერ ან ყველა იმას ან უხდება სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს ხვანაირი მოუხდება ალბათ რაღაცა გერმანულს უფრო აი ეს მოდეს მეტალო უფრო წესით ან ყველა იმას მაგრამ ჰიპ-ჰოპი ვერცად ვერ ჩავსვი რატომღაც რაღაც ანუ იმ ქვეყანაში შექმნილი ხელოვნება რომელიც ფეხბურთს სოკერს ეძახის ფეხბურთს არ ვიცი რამდენად მოუხდა კი ბატონო, მე ამჯერად ხო არ ვეთანხმებიზე გადავწევდი უეჭველი. ასე რომ ვინც ვეთანხმებიზე გადაწევდა, ანუ კილა აშკარად განწირული იქნებოდა და აბრუნდა. რადგანაც ფეხბურთზე თანხმდებით, მოდი სხვა სპორტის სახეობაში გადავინოსლო და მე შედედებულება ასეთია. მაქს ფერსტაპენის მსგავსი ნიჭით დაჯილდოებული ტალანტი ფორმულა 1-ს არასდროს უნახავს. ნიჭიერი ღვთისგან ბუძებული ტალანტით. კაი ბატონო. ეს ფიქრობს კილას დიდი დრო სჭირდება.
ხო, პირველ მაჩიკამ ძალიან იმოქმედა ჩემზე. 3-2-1. არა, მე ვეთანხმები. შემეშალა თავიდან ბოდიში. კაი, ბოლო, როდესაც განსხვავებულ მხარეს გადაიდგა, დაიწყო ცოტნე, ამიტომ შევიწყებ ახლა. კი ბატონო. ვეთანხმები, იმიტომ რომ Max Verstappen-ი, ანუ დღესდღეობით ყოველ შემთხვევაში, რასაც მე უყურებ, არის ადამიანი კრიპტონიტი, რომელიც ამ შემთხვევაში, წლევანდელ სეზონში ისე მოხდა, რომ რაღაცნაირად სხვა გახდა ჩემპიონი. თუმცა Max Verstappen არის ის, ვისიც ყველას ბრჭყალებში ეშინია, იმიტომ რომ Max Verstappen-ი თუ არის ტრასაზე, ეს ნიშნავს, რომ მეორე ადგილისთვის უნდა იბრძოლა რაღაც, რა თქმა უნდა, ეს თეორიულად ვიძახი რა. ანუ ადამიანს აქვს ყველაფერი, რაც, ტექნიკა აქვს, იმიტომ რომ ძალიან კარგად ატარებს და ყოველთვის ცდილობს რომ მაქსიმუმი დადოს. გარდა ამისა აქვს ხასიათის სიმტკიცე და რაღაცა ემოციებს არასდროს არ ყვება ისე ძალიან, რომ რაღაცა გადაძალოს და სულ თვითონ უნდა რომ იყოს პირველი, რაც ეხმარება კიდეც თავის კარიერაში ყოველთვის. და თან ახლა ნიჭი არის ცოტა ისეთი რაღაც რა, ნიჭიერი შეიძლება სხვა მრბოლებიც არიან, თუნდაც რა ვინმე ლანდო ნორისი მაგალითად, მაგრამ გარდა ნიჭისა ამ ადამიანს აქვს რაღაც არ ვიცი ზუსტად რა ქვია მაგას. აი ნარუტოში მაგალითად მაგას ქვია რაღაც ცეცხლის ვნება. რომ აი რაღაც არის შენს შიგნით, რაც ყოველთვის შენი მაქსიმუმის დადებას გაიძულებს რა ბრჭყალებში და მგონია რომ ის ნიჭი, რომელიც აუცილებლად აქვს მაგ ადამიანს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი წელია თითქმის აუცილებელი იყო, აქვს კიდე რაღაც დამატებითი ძალა, რომელსაც დავარქვათ ამ შემთხვევაში, არ ვიცი, ცეცხლის უნება და ეს ორი ერთად ქმნის რაღაც პერსონაჟ Max Verstappen-ს, რომელიც უბრალოდ საუკეთესო ერთ-ერთი საუკეთესო მრბოლელი კი არ არის Max Verstappen-ი რა, რაღაც არიან მრბოლელები ჩემთვის და არის Max Verstappen-ი რა, რომლის მაგვარიც ესე ვთქვათ ძალიან ცოტა თუ მინახავს ყოველ შემთხვევაში ჩემს ცნობიერ ცხოვრებაში, რაც მე მინახავს Formula 1. შეიძლება იქამდე იყვნენ ვიღაცები, მაგრამ სამწუხაროდ იმათ ვერ მოვესწარი. ჩემი არგუმენტი იქნება ის, რომ Formula 1-ში ცოტა რთულია ვინმეს ნიჭიერებაზე, რომ არ არის მარტო დამოკიდებული პილოტზე, არის დამოკიდებული ძალიან ბევრ ამაზე, არის დამოკიდებული თვითონ უშუალოდ ბოლიდზე, არის დამოკიდებული სტრატეგოსზე, Max Verstappen-ს ასე ვთქვათ, დაეცა ჯოკერი ყველა მხრივ, იმიტომ რომ არის Red Bull-ში და ყავს ბრწყინვალე სტრატეგოსები. მიუხედავად ამისა, მე აბსოლუტურად ვიზიარებ იმას, რომ დღესდღეობით, აი ამ გადმოსახედიდან Max Verstappen-ი არის ნომერი პირველი მრბოლელი, მაგრამ გვაქვს წარსულიც, სადაც არის გაცილებით ტიტულოვანი სახეები, იგივე მიხაელ შუმახერი, იგივე თუნდაც ლუის ჰამილტონი, რომელიც კი მე ფერარის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ არ გვიდგას კარგი დღე, რბილად რომ ვთქვათ. შესაბამისად, შენი ნიჭი აქ ვერ შეიძლება აი იგივე ბოლიდზე, მაგრამ ალექს ალბონი იყოს ძალიან შედეგიანი და ძალიან მაგარი და კარგი ბოლიდით და კარგი სტრატეგიით, შეიძლება რაღაც, სიტყვაზე ვამბობ ალექს ალბონს, არაფერს არ ვერჩი. შესაბამისად, გონია რომ შენი ნიჭი უნდა გამოავლინო კონკრეტულ ტიტულებში, კონკრეტულ მოგებებში და კონკრეტულ გამარჯვებებში. Max Verstappen-ი ადგას ზუსტად იმ გზას, რომ გახდეს ასე ვთქვათ, GOAT-ი და ვთქვათ, რომ მისნაირი ნიჭიერი არ არის, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედით, იგივე თუნდაც ლუის ჰამილტონის მიღწევამდე და იგივე თუნდაც შუმახერის ან თუნდაც სხვა პილოტების მიღწევამდე, თუნდაც სებასტიან ფეტელის, სებასტიან ფეტელს შეიძლება ცოტა უკლია, მაგრამ შუმახერამდე და ჰამილტონამდე აქ მისაღწევი. შესაბამისად, ნიჭი თუ არ გარდაისახა კონკრეტულ მოგებებში, Formula 1-ში ძალიან რთულია იმის თქმა, რომ აი ეს ნიჭიერია და ეს არ არის ნიჭიერი, იმიტომ ჩვენ არ ვიცით თანაბარ ბოლიდზე სხვა პილოტები რას იზამდნენ. შესაბამისად, მაგ მხრივ ვერ მოყვარს. საერთოდ ხო, იდეაში ნიჭი მე მგონი ხო რა, ნიჭი ძალიან სუბიექტური რაღაც არის, ესე ძალიან ობიექტური შეფასება მაგის არ არსებობს. ნიჭი იმაშიც გამოჩნდა, რომ 16 წლის ამეგრევერბოლა მოიგო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თუმცა ის ფაქტიც, რომ რაღაც ტიტულოვანი ისტორიული ბრწყალებში ფიგურების ჩამოთვალე და თქვი, რომ Max Verstappen-ი არის ყველაზე ახლოს რა იმასთან რომ გაიმეოროს ან გადაასწროს ამ ადამიანებს, მგონია რომ რაღაც მომენტში ჩემს სასიკეთოდ მოქმედებს, იმიტომ რომ ხო რავი, იუკი ცუნოდა ხო არ არის ახლოს, ან ვიღაცა სხვა ხო არ არის ახლოს და Max Verstappen-ი არის რავი მესმის რომ რაღაცა საუკეთესო მანქანა შეიძლება ყავდეს ან საუკეთესო სტრატეგოსი, მაგრამ იმ გუნდში რავი სხვა ისინიც არიან ეგრეთ ანუ თუ არის თანაბარი ასე ვთქვათ წონის პილოტები, როგორც წესი ხდება ხოლმე შეჯახება და მე კონკურენცია. ამ შემთხვევაში Max ყავს გამზადებული ასისტენტი.
დღევანდელი მე ჩეკო პერესიც იყო მიყვარდა. გამზადებული ასისტენტი მაქს ფერშტაპენის და ბოლო ახლა აბუ-დაბი ჩეკო პერესი რო არა მოიგებდა ვერ მოიგებდა ლატიფი და ლატიფი ხო და ანუ კი ეგ ჩემს არაკნინებს არანაირად მაქს ფერშტაპენს უბრალოდ ნიჭიერებას მაინც რაც უნდა ხარ პარადოქსულად შეხედოს ფორმულა 1-იც კი არის გუნდური სპორტი. კი არის რა თქმა უნდა. კი რა თქმა უნდა. და შესაბამისად მარტო მაქსი უდაოდ ნიჭიერი და უდაოდ უძლიერესი ნიჭიერია პოდიუმი დადო. კი. მაგნუსენმა დადო ისა pole position კი ბატონო. წვიმის გამო. მომეწონა მე ცოტნეს მხარე კილა, ასე რომ აღარ დავიწყებ ბევრ საუბარს, შეგიძლია დალიო შენი მეორე შოთი, 2-1 გახდეს ანგარიში. ისე კი ხო რა, ნიჭი იმდენად აბსტრაქტული რამ არის, რომ ფორმულა 1-ის ეგ რეგლამენტი და წესები ზოგადად შენ მაქსიმალურად გზღუდავს განსაზღვრო ვიღაცის ნიჭიერება. რომ ჩასვა ყველა ერთი და იგივე მანქანაში, მე კი ბატონო მე მართლა ვინ უკეთესი ლიხაჩია მაგას გაიგებ ვინ უკეთეს რეალებს თან ბევრი ყავს მართლა კონკურენტი იმიტომ რომ დებულება შეწერა რომ ყველა დროის საუკეთესო არის ამხრივ ტალანტითო და სენა რა თქმა უნდა აი მაგ დროს კიდევ არ იყო ფუფუნება სენასთვის იმდენად შექმნილი ეპოქას გააჩნია ბევრ ამას ყველაზე სწრაფ ბოლიდში ნომერ პირველი ყოფილიყო უწევდა უფრო მეტი როგორ თქვა ჩალიჩი რომ ჯერ იმ კონკრეტულ საჯინიბოში მოეპოვებინა ადგილი, მე იმ საჯინიბოში გამხდარიყო პირველი პილოტი და მაქს ცოტა რა თქმა უნდა იმის გამო რომ ახალგაზრდა ასაკში ასეთ ნიჭიერი იყო, გაუმართლა რომ ზამზარეული დახვდა ყველაფერი. კი, თუმცა ვის უმართლებთ ხო იცი? ნუ ეგეც მე მინდა რომ ახლა კი წავაგე ფორმულა 1-თან და ესე ვთქვათ ბორბლიან ტრანსპორტთან დაკავშირებულ დებულებაზე, მაგრამ ამ ჭიქით გაუმარჯოს იმას, რომ მე აუცილებლად დავიღებ მართვის მოწმობას. აუ, ისეა გართულებული რაო. მომდევნო დებულება მეგობრებო, რომელიც ისევ საფეხბურთო თემაზეა. პაოლო მალდინი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე სამაგალითო კაპიტანია. მაინც სერიას ენთუზიასტები ხართ და რატომაც არ ვიცი რა სიტყვის, მაგრამ აი ესე გადმოვდებს პირდაპირ რა უფლება მაქვს რომ არ დავეთანხმო. უპირატესობა მომცა ხო, ანუ არ ვიცი რატომ უნდა დავეთანხმო. მაგრამ არგუმენტები უნდა მოვიფიქრო. სამაგალითო კაპიტანი. ყველაზე სამაგალითო. All time. არ ვიცი. მიდი ბოდოაზე და გადაწე ბოდოაზე. ეგეც ჯერ არ ყოფილა ისე. მე არ მახსენდება 100% ბოდოა. იყო? გადაწე ბოდოაზე მიდი. გადავწიო ბოდოაზე? ხო, რავი. და შენ დაიწყე. ვისაც მე უნდა რავი. ეს იწყებს სხვადასხვა აი რა ბოდოა მართლა გადაწია. მიდი ცოტა. კარგით. დავიწყოთ, ну, ჩემ ბექგრაუნდს არ მოვყვები, რა დამოკიდებულება მაქვს მალდინის მიმართ და ასე შემდეგ უნდის მე მეგონია რომ პაოლო მალდინი იყო და არის მილანი თვითონ. ყველა, ну, ტიტულებს ახლა როგორი მცველი იყო და ასე შემდეგ მაგას არ მოვყვები, უბრალოდ მგონია რომ პაოლო მალდინიმ შექმნა თანამედროვე მცველის სახე, თანამედროვე კაპიტნის სახე და არის ყველანაირად შემკული თავისი ლიდერული თვისებებით და ასე შემდეგ. იმ ფეხბურთელებში და იმ, ასე რომ ვთქვათ, სტაფში, როდესაც შენ ხარ კაპიტანი და პლუს ამას გიუქმებენ ნომერს, რაც არ არის მაინც და მაინც თანამედროვე ფეხბურთში მიღებული პრაქტიკა, ბოლბონავიც არიან დიდი ფეხბურთელები, რომელსაც ნომერი არ გაუქმეს, პაოლო მალდინს გაუქმეს ნომერი, ასე რომ ფრანკო ბარეზისაც გაუქმეს მილანში ნომერი, მაგრამ მე მგონია პაოლო მალდინის გაუქმეს არა იმის გამო, რომ ტიტულები ჰქონდა ბევრი და მიღწევები ჰქონდა ბევრი და იყო და არის ჩემი აზრით ყველა დროის საუკეთესო მცველი, არამედ იმიტომ, რომ იყო სამაგალითო კაპიტანი და მე უკვე როდესაც მილანის აღმასვლას ვერ დავარქმე ხა რაც მილანში არის, უბრალოდ მილანის შედარებით უფრო უკეთესი პერიოდი ვიდრე იყო განტერერადან გამოსვლაც დაკავშირებული არის პაოლო მალდინისთან და ის ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გასვლაც და ეს ჩავარდნა რაც მოყვა, ესეც ჩემი აზრით უკავშირდება პაოლო მალდინის წასვლას. პაოლო მალდინი არის მოედანზე სამაგალითო კაპიტანი, მოედნის გარეთაც სამაგალითო კაპიტანი იყო და როგორც მენეჯმენტში მთლიანად მგონია რომ ეს ადამიანი და მილანი არის ძალიან განუყოფელი ერთმანეთისგან და კაპიტანის ზუსტად უნდა იყოს გუნდისგან განუყოფელი. და თუ ვინმე არის მაგალითად სამაგალითო კაპიტნები, არიან ბევრი სამაგალითო კაპიტნებიც, მგონია რომ კაპიტანი უფრო დასაფასებელი არის მაშინ, როდესაც ერთ კონკრეტულ გუნდში
თამაშობს, ის უფრო დასაფასებელი კაპიტანია, ვინდრე მაგალითად შეიძლება კარგი ფეხბურთელი იყოს, კარგი იყოს თავის პოზიციაზე, მაგრამ გადავიდეს ასე ვთქვათ. კი, აკნინებს ცირედით, მაგრამ კაპიტნობაში და არა როგორც ფეხბურთელობაში. აი, დავით. ხო, ანუ დავიწყებ იმით, რომ მილანის ფანს რომ მოუტანეთ ეგეთი დებულება. ჯერ ერთი უსამართლობა. მეორეს ერთი, ანუ პაულო მალდინი არის ყველაზე სამაგალითო კაპიტანი ფეხბურთში. ანუ პაულო მალდინის ნაცვლად რო ჩავსვა კარგი კაპიტანი, რომლისგანაც ვიღაცებმა მაგალითი აიღეს, ჩემი აზრით ეგ დებულება მაინც გამართლებული იქნებოდა. ანუ პაულო მალდინი ამ შემთხვევაში არ არის ის key figura, რომელიც ამ დებულებას ამართლებს. არ ვიცი, ანუ სხვა მაგარი კაპიტანი, რომელიც იყო მომავალი თაობისთვის მასწავლებელი, რომლისგანაც ისწავლეს რაღაცა სხვა გუნდების, რა ვიცი, თუნდაც იგივე მცველებმა, ან თუნდაც იგივე სხვა კაპიტნებმა ამისგან აიღეს მაგალითი, რომ პირობითად გატოვო თუ რაღაცა სიზავსი, შენ უნდა გააჩერო პირველი. თუ იქნა მალდინი, მერე თუ სხვა მათქნა და ისიც კაპიტანი იყო, რავი, სამაგალითო გამოდის ამ შემთხვევაში მალდინი, მაგრამ მალდინი მეთქო ვიღაცისგან ისწავლა, ანუ ამ შემთხვევაში მე მგონია, რომ ანუ ვერაფერს ვერ უწინააღმდეგებ მაგას, იმიტომ რომ მალდინი მეც ძალიან მიყვარს, მაგრამ თვითონ ეს დებულება არის ძალიან, ანუ ზედმეტად სუბიექტურია რა, ანუ არ ვიცი, სხვა ვინმე სხვა სახელი და გვარი ჩავსვათ, რავი, და მაგალითად გისმენთ, მარკო როისი. ჩავსვათ მარკო როისი, ანუ ვიღაცისთვის მაგალითი იყო, არ ვიცი. არ ვიცი, რავი, ჩავსვათ, არ ვიცი. და რა მაგით რომ არ იყო ეგ სამაგალითო, ანუ ყველაზე სამაგალითო თან, ანუ რას ნიშნავს? აი, სიტყვა კაპიტანი. ხო, არა არის პრობლემა ჩამოთვლილი. ანუ მე უბრალოდ მგონია, რომ ცოტა იმბალანს დებულება არის რა. ანუ მე პირობითად სანამ ვიყავი იუვენტუსის ფანი, იუვენტუსის ფეხბურთელ კაპიტანზე არ ვიცი, რო გეთქვათ, რომ ეგ არის ყველაზე სამაგალითო, რა თქმა უნდა, გადავწევდი 100%-ით, იმიტომ რომ იმისგან ისწავლა მე იუვენტუსის ერთმა 8 თაობამ რა. და არა მარტო იუვენტუსის სიტყვაზე, მაგრამ რავი, ხა, პაულო მალდინიზე თან იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ იყო სამაგალითო თქო, მაგრამ თან რავი, insert any კარგი კაპიტანი here და მაინც რავი. კი, რატო არა? გასაგები. დაამატე შენ ცოტა რომ მიგინდა. გარდა ჩემის ძალიან სუბიექტურად, ანუ არანაირი უფლება არ მაქვს სუბიექტური აქ არ ვიყო. უბრალოდ გონია რომ სიტყვა კაპიტნის ხსენებას, აი საფეხბურთო კაპიტანი რო ახსენო, მალდინი გარეშე, აი რო ვერ გაიხსენო მალდინი, მე მგონი შეიძლება. ეგეთი სუბიექტურიც არ არის რა, ეხლა შენ როგორც თავს იცავ მალდინისთან დაკავშირებით. ხო, აი. ხო რა. მე რომ მილანი საერთოდ მილანთან არანაირი კავშირი არ მაქვს. მეც ეგრე ვარ, რა ვიცი. აი, სამაგალითო კაპიტანი პირველი ვინ გახსენდება? ხო, არა, მალდინი იქნება პირველი თუ არ თქვი, აი სამში უეჭველი იქნება, აი უეჭველი. მაგაში გეთანხმებით ხო? ანუ ხო, სამაგალითო რალეს პუიოლი ძალიან სამაგალითო კაპიტანია ხო? ხო, აი, შენ შეგეძლო გეთქვა, მაგალითად პუიოლი. კი ბატონო. შეგეძლო გეთქვა ტოტი. შემეძლო მეთქვა ტოტი. ბეკენბაუერი. ტოტიზე ძალიან ისეთი ის მაქვს. ანუ აქ არის თვითონ ვაპირებდი სინამდვილეში, მაგრამ მალდინი ვერ არის. ოდიში არა. მაგრამ სამაგალითო კაპიტანია რა. მაგას ვეთანხმები, ეგ არის სამაგალითო კაპიტანია, ანუ მართლა ვაპირებდი მაგის თქმას, უბრალოდ ჩემს თავს ვერ გაუმართლებდი იმას, რომ მალდინიზე კაი კაპიტანი, არ ვიცი არის თუ არა. უბრალოდ ხო რა, ანუ რავი, ხა მილანის ფანი 100%-ზე დადებდა და რომას ფანი ტოტიზე დადებდა და იუვენტუსის ფანი რაღაც არ ვიცი, დელ პიეროზე დადებდა. არა, შენ შეგეძლო გეთქვა ვეთანხმებიო და უბრალოდ შემეძლო, ჩემი ბრალია მართალია. ხო და ეხლა გავამართლებ, ალბათ ხვდები რაც ხდება და წააკი, მაგრამ მაგალითები არ ჩამოთვალე შენ 2 წუთში. ანუ აი მე ვინც ჩამოთვალე, ეგენი რატო არ ახსენ. თან რა არის, იცი? სამაგალითოობას კი, მართალი ხო, პუიოლი სამაგალითო კაპიტანია, ყველა football respect moments, სადაც არ უნდა ხო იქ რეალის ფანი რომ სანთებელას ესვრის პიკეს და ეს იდახვით კიევს, ეს რომ გადააგდებს, ყველგან შეხვდება ეგ მომენტი, იქ დანი ალვეს რო ეუბნება, ნუ ცეკვავთო ეგ, მაგრამ აი მას შემდეგ რაც საფეხბურთო კარიერას ამთავრებ და უბრალოდ მაგას ვამბობ მენეჯმენტის როლშიც შენი გუნდისთვის რაღაც კარგს აკეთებ და რაღაც არა საკმაოდ დიდ კარგს, იმიტომ რომ მილანი ძალიან მძიმე დღეში იყო მალდინიმდე. ეგ შენს გავიგე რომ მოედანზე კაპიტნობას არა, მაგრამ სტატუსს ამაღლებს. და მაგიტო შენ შეიძლება აჯობო ვიღაც ფეხბურთელს, რომელმაც თავის სხვა კლუბში მოედანზე კარგად იკაპიტნა, მაგრამ შემდეგ უბრალოდ წავიდა კლუბიდან და მორჩა, ასე დასრულდა. და სამაგალითოობას ეგეც მატებს რა თავის ღირსებებს. მაგიტო დალიე კილო და დავლევ. უბრალოდ არ დამაჰეითოთ მეგობრებო. რა ვიცი. უბრალოდ მე თვითონ დებულებასთან მქონდა პრობლემა, რომ ნებისმიერი X-ი სახელი რო ჩასვა, რომელიც მაგალითად ციხემ ჩამოთვალა, უბრალოდ მე არ მეყო მაგდენი ისა, რომ ეგ ჩამომეთვალა, თორე. მე ვეთანხმებიზე გადავწევდი. მაგრამ და აი ისე ვიტყოდი, რომ მომენტ
სხვაებიც არიან. ანუ ვეთანხმები იქნებოდა ობიექტური, მაგრამ სუბიექტური იქნებოდა 100% ჩემი მხრიდან და ამიტომაც გადავწე 100%-ს. გაუმარჯოს ყველა სამაგალითო ადამიანს მე. სამით ერთი მოკლედ ამაგარში ცრულდება ჩვენი მოაზროვნეების ჯახი. მადლობა მოსვლისათვის. კიდევ ერთხელ მადლობას გადავხდი ასევე ჩვენს მასპინძელს პაბ 44-ს და შევხვდებით ახლო მომავალში, ესე პირდაპირ თარიღს არ დავაკონკრეტებ, მაგრამ აუცილებლად ვიკამათებთ, იმიტომ რომ როგორც ძველი ბერძნები იტყვიან, დამეთანხმებით ზამთარში უკეთესად კამათობენ. კი ლოცავ. მადლობა. კარგი იყო.